მოგესალმებით, ეთერშია გადაცემა ღვთისმეტყველების საათი. დღეს ჩვენი სტუდიის სტუმარია სიონის საპატრიარქო ტაძრის ღვთისმსახური, თბილისის სასულიერო სემინარიის დეკანი და ამავე სასწავლებლის დოქტორანტი მღვდელი გიორგი ვაშალომიძე. მადლობა მამაო მობრძანებისთვის, მოგესალმებით. დიდი მადლობა მოწვევისთვის. დღევანდელი ჩვენი გადაცემის თემა იქნება სახარება და ხატმეტყველება. ცოტა ესეთი ტერმინი არის ეს ხატმეტყველება, შეიძლება მაყურებლისთვის ცოტა უცხოდ ჟღერდეს, მაგრამ ეს რა თქმა უნდა კავშირშია ხატწერასთან, ხატმეტყველება, რადგან ხატი იწერება და გადმოგვცემს ჩვენ ხატის ისტორიულ და დოგმატურ შინაარსს. ხატმეტყველებას და ხატთაყვანისცემას ზოგადად ძალიან დიდი ისტორია აქვს ეკლესიაში და დღესაც არსებობს ესეთი სექტები, უფრო მე-20 საუკუნის შექმნილი სექტები და მე-19 საუკუნის შემდეგ. სექტები, რომლებიც საკუთარ თავს ქრისტიანულ ეკლესიებს უწოდებენ შეიძლება, მაგრამ ხატთაყვანისცემას თან ისეთივე დამოკიდებულება აქვს, როგორც ხატმებრძოლებს ჰქონდათ. ასე შემდეგ მოყავთ ციტატები ძველი აღთქმიდან, ამონარირდები ესე ბუკვალურად გაგებული ერთი ციტატა, ფრაზა, რითიც ცდილობენ გაამართლონ თავი, მაგრამ ამაზე იმდენად ზედმიწევნით პასუხებია გაცემული. ჩვენი საუბრის თემა ეს არ არის ზუსტად ეს დოგმატის ისტორია. უფრო ადრე და წინ მივდივართ, რა სახარებასთან რა კავშირი აქვს. ხატმეტყველებას აი ამაზე ვისაუბრებთ, მაგრამ ამასთან კავშირია, რადგან რას ნიშნავს ხატწერა ზოგადად მოკლედ შესავალში რომ აღვნიშნოთ, ამიტომ ვამბობ ამას. ამის შესახებ ჯერ კიდევ მე-7 და მე-8 საუკუნეში, როდესაც და მე-9 საუკუნეში, როდესაც ფაქტობრივად ეს ერესი, ანუ ხატმებრძოლეობა ძალიან ძვინვარებდა, ამომწყურავი პასუხი გაეცა ეკლესიის მხრიდან, როგორც ნებისმიერ საკითხზე პირველ 8 საუკუნეში, 9 საუკუნეში ფაქტობრივად ყველა დოგმატურ ცდომილებას, გადაცდომას ფაქტობრივად გაეცა ძალიან ამომწყურავი პასუხი, სხვადასხვა მხრიდან დანახული პასუხით, რაც ხატწერას ეხება ხატწერა ისეთ საკითხია, რომ ძალიან ადვილად განივრცობა ხალხში. ღვთისმეტყველების, ანუ ქადაგების ერთ-ერთი ფორმასაც აქვს, ამის დანიშნულებაც აქვს მას, არის ლიტურგიული დანიშნულებაც და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. რა მინდო და აღმენიშნეს, ეგ რამდენად ზედმიწევნით გაეცა, რომ ჯერ ეს თეოდორე სტუდიელის მიერ ხო ზედმიწევნით განიმარტა დოგმატური სახით, იონე დამასკელის, ესე იგი სამი სიტყვა და სხვა გერმანე კონსტანტინოპოლის, რომლის ქადაგებაც ქართულადაც თარგმნილია და აი იმდენად ამომწურავი პასუხია გაცემული აი დოგმატურ, თუნდაც დოგმატურ კითხვებზე და შესაძლოა პოლემიკაზე, რასაც ხატმებრძოლებს, ანუ ერესიასთან წარმომადგენლებს ჰქონდათ, რომ დღეს რო ადამიანი ამას წაიკითხავს, რა თქმა უნდა, რთული გასაგებია თუ დოგმატურის შესავალი კურსი არ აქვს გაგებული, მაგრამ ფაქტურად მას კითხვა აღარ დასრჩება, როგორი უნდა იყოს ხატის თაყვანისცემა და რას ნიშნავს და რა განსხვავება კერძთაყვანისმცემლობას და ხატთაყვანისცემლობას შორის. რატო ახსენე ეს ნებისმიერ სფეროში, მე წინ თქვა, რომ ნებისმიერ სფეროში საეკლესიო მეცნიერების, როდესაც ადამიანი რაღაცას ცდილობს პასუხი გასცეს, მან აუცილებლად შეისწავლოს ამის ისტორია. და ძალიან კარგია, როცა ადამიანი სწავლობს ისტორიას, ანუ ეკლესიის ისტორიას და შესაბამისად პარალელურად თავისთავად სწავლობს მაგალითად პატროლოგიას, ანუ რა, რატომ და როდის და ვის მიერ იწერებოდა და რა მიზნით. დოგმატის ისტორიას როგორ ჩამოყალიბდა ეს დოგმატი, რა კითხვები იყო და რა პასუხი გაეცა. და ასე პარალელურ სფეროებს ღვთისმეტყველების, რომელიც ერთმანეთთან ახლოს არის კავშირში, ვერ ისწავლე ისტორიას, თუ არ ისწავლე მაგალითად პარალელურად დოგმატიკას. შეიძლება რომ პროფესიულ დონეზე დოგმატიკოსი არ იყო, მაგრამ რაღაცა დონის კურსის დონეზე ესე ნებისმიერი ისტორიკოსი მაგალითად ვერ იქნება კარგი ისტორიკოსი, თუ მისი დამხმარე მეცნიერებები არ შეისწავლა, ხო, რაღაცა ბაკალავრის დონეზე მინიმუმ. და ასე შემდეგ. ამიტომ ყველაფერს პასუხი აქვს გაცემული და ჩვენ ახლა მე-7 მსოფლიო კრებას არ მოვყვებით, მაგრამ ალბათ ამასაც შევეხებით, აი რას ნიშნავს ეს ხატმეტყველება, ხატწერა ზოგადად და აი პირველი კითხვა სათაურიდან გამომდინარე მინდა დავსვა თქვენთან მიმართებაში. ეს სათაური თვითონ თქვენი სადისერტაციო თემის ერთ-ერთი ნაწილი არის და ამიტომ ძალიან საინტერესოა რა კავშირი არის სახარებასა და ხატმეტყველებას შორის. რა ერთმანეთთან როგორ შეიძლება დავაკავშიროთ. დიახ, უპირველეს ყოვლისა მოგესალმებით. თემა ძალიან მრავალშრიანი გახლავთ და ძალიან ბევრ ასპექტს დაიტევს თავის თავში. ჩვენ თავისთავად ცხადია შევეცდებით რომ წარმოვაჩინოთ უმთავრესი ასპექტები, რაც აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ვლინდება. უპირველეს ყოვლისა უნდა ვთქვათ ზოგადად ხატმეტყველების შესახებ თქვენ ისაუბრეთ თქვენ შესავალ სიტყვაში ამის შესახებ და ჩვენის მხრიდან დავამატებთ იმას, რომ ხატმეტყველება ღვთისმეტყველების განუყოფელი ნაწილია, მეტიც ეს როგორც აი ბასილ დიდი ეს დეფინიციას უკეთებს მას, რომ ეს არის ხაზებითა და ფერებით ღვთისმეტყველება და შესაბამისად ყველა და ასევე ისიც უნდა ვთქვათ ჩვენ, რომ ხატმეტყველება და მათ შორის სახარებასთან დაკავშირებული, სახარებისეულ მოვლენებთან დაკავშირებული ხატმეტყველება მთლიანად დაფუძნებულია სახარებისეულ სწავლებაზე, ეგზეგეზაზე, ლიტურგიკულ ჰიმნოგრაფიულ ძეგლებში დაცულ სწავლებაზე და ასე შემდეგ. ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ უშუალოდ
რა კავშირი აქვს ერთმანეთთან სახარებასა და თქვათ სახარებასა და ხატმეტყველებას. სახარება მოგეხსენება თქვენ არის წიგნი 4 თავი წოდებული არა 4 მახარების მიერ დაწერილი სადაც გადმოცემულია სწავლება განკაცებული ღმერთის შესახებ, უბრალოდ მისი განკაცების და ამ ქვეყანად მოსაგრეობის შესახებ და ჩვენ ვიცით საეკლესიო დოგმატი იმასთან დაკავშირებით, რომ სწორედ ღმერთის განკაცება გახდა საფუძველი ხატთაყვანისმისა. ჩვენ ისიც ვიცით, რომ ძველი აღთქმის პერიოდში აკრძალული იყო გამოსახვები, თუმცა იქ გასკვა გამონაკლისის სახით და ამაზე ეხლა ეს არ არის დღევანდელი სასაუბრო თემა და ღვთის გამოსახვა აკრძალული იყო ვინაიდან როგორც აი იოან დამასკელი ბრძანებს ის რაც უხილავი იყო ვერ გამოისახებოდა ხოლო მას შემდეგ რაც ის ხილვადი გახდა ანუ იგულისხმება რაც ის განკაცდა შესაძლებლობა მოგვეცა ხატმწერთ რომ გამოესახათ ის ესეც აი თქვენ წმინდა იოან დამასკელი ახსენეთ თქვენ სიტყვაში და მართლაც შეიძლება ითქვას რომ ხატმეტყველების მიმართულებით ყველაზე ფუნდამენტალური ნაშრომი სწორედ იოანე დამასკელს განეკუთვნება სიტყვის საგებელი მათი რომელიც გმობენ წმინდათა ხატს ასე სათავდება ის და სამ სიტყვად ანუ სამ ჰომილიად არის დაყოფილი თარგმნილია კორნელი კეკელიძის აზრით ეფრემ ცირის მიერ არის თარგმნილი თუმცა არსებობს სხვა მოსაზრებებიც და მესამე სიტყვა ახლა ხან ითარგმნა არ იყო ოთხოში არ არის შემორჩენილი ნუ ფაქტობრივად მესამე სიტყვა პირველი ორი კომპილაციაა და შეიძლება ამიტომაც რატომ დავასახელეთ ეს ნაშრომი სწორედ აქ წმინდა იოან დამასკელი ბრძანებს რომ როცა ჩვენ ხატს ვეთაყვანებით აი ვციტირებთ რომ არა თაყვანისცემთ ნივთსა არამედ თაყვანისცემთ ჩემთვის ნივთქმნილსა ნივთსა შინა დამზადებულსა რომელმან ნივთსა შინა დამკვიდრება თავსიდვა საუბარია მაცხოვარზე და ასე ამბობს და ნივთისა მიერ იქმნა ცხოვრებაი ჩემი ანუ აქ რა თქმა უნდა განივთებაში იგულისხმება განკაცებული ღმერთის ხორჩესხმა და ხორცი გვამის ხეული ნივთებად განიხილება მოგეხსენება თქვენ თავად პირველი გამოსახულების შესახებ ცნობაც სახარებაშია დაცული მაგალითად როდესაც საუბარია მათეს სახარებაში სიზღლდინარე დედაკაცის განკურნების შესახებ მოგეხსენებათ ეს არის სახარებისეული თხრობა რომლის მიხედვითაც მაცხოვარი მიემართება იაიროსის ასულის აღსადგინად და მას გზად ხვდება სიზღლდენი დაავადებული დედაკაცი რომელიც ფიქრობს რომ თუ მას შეეხება განიკურნება და ასეც ხდება და მაცხოვარი შემდგომ ვიცით ჩვენ ეს სახარებისეული თხრობა გამოააშკარავებს მას და მიუტევებს ცოდვებს და აი როდესაც ამ სიუჟეტის აღწერს იოანე ოქროპირის 6-10 თარგმანში 6 წერს რომ ეს დედაკაცი არაუმადლო იქნა ანუ უმადური არ დარჩენილა მადლობელი დარჩა უფლის მიერ აღსვლებული ქმედებისა და როდესაც ის სახში დაბრუნდა მან გააკეთა პირველი გამოსახულება ქრისტეს ეს საინტერესო ცნობა გახლავთ მით უმეტეს რომ ამ ეს ჩვენს მიერ დასახელებული ცნობა ბერძნულ ტექსტში არ იკითხება ეს მხოლოდ და მხოლოდ მოცემულია და გადმოცემულია 6-10 თარგმანში და ფიქრობენ რომ ეს არის 6 ჩანამატი ფაქტი ერთია რომ რა თქმა უნდა წმინდა 6 დიდი წმინდა 6 საფუძვლის გარეშე არ ჩაამატებდა მას არის მეორე ვერსიაც რომ შეიძლება ბერძნულ ტექსტში დაკარგულია ხშირად ხდება ესეთი მოვლენებიც და თქვათ 6-10 თარგმანში შემორჩა ნუ ასეა თუ ისეა ეს ჩვენთვის უაღრესად საინტერესო ცნობა ვინაიდან სწორედ შეიძლება ჩავთვალოთ რომ ეს არის პირველი გამოსახულება ფაქტობრივად ქრისტესი რომელიც როგორც უკვე აღნიშნეთ ქრისტეს სიცოცხლეშივე ამ ქვეყნად მოსაგრეობას გულისხმობს მისას რა თქმა უნდა აღესრულა გვაქვს ჩვენ კიდევ ერთი ავგაროზის ეპისტოლე რომელიც მოგეხსენებათ აპოკრიფული ხასიათისა გახლავთ და ის დაფუძნებულია ეკლესიაში დაცულ გარდამოცემაზე, რომლის მიხედვითაც ავგაროზი ედესის მეფე ავათხდება და ის შიკრიკს უზამის მაცხოვარს, რათა მაცხოვარი მასთან მივიდეს და განკურნოს, მაცხოვარი მასთან არ მიდის, მაგრამ როგორც ამ აპოკრიფულ თხრობაშია გადმოცემული, ტილოს იდებს სახეზე, ტილოზე გამოისახება მისი სახება, შემდგომში მანდილიონად წოდებული უკვე და აი ეს თქვათ გამოსახულებას მიუტანენ ავგაროზს და ავგაროზი იკურნება მისი შეხვედრად. ეს საღვთისმეტყველო ასე თქვათ აზროვნებაში მიჩნეულია ხატთაყვანისმის კურთხევად
და აი უკვე მეოთხე მეხუთე საუკუნეებში უკვე ძველი და ახალი აღთქმის მოვლენებით ამსახველი ისტორიული ციკლები უკვე ჩნდება, ვინაიდან სწორედ ეს პერიოდი ანუ გულისხმობთ მეოთხე მეხუთე საუკუნეს, როდესაც ყალიბდება დღესასწაულთა აღნიშვნის ტრადიცია და სწორედ ამ თქვათ მოვლენიდან ხდება პირველი სახარებისეული და არა მარტო სახარებისეული, ხოლმე ბიბლიისეული გამოსახულებების გამოსახვა, მაგალითად ერთ-ერთი პირველი რაც ჩვენ ხდება, ეს არის მონცისა და ბობიოს ვერცხლის მცირე ზომის ამპულებზე, რომელიც 600 წელს ლომბარდიელთა დედოფალ თეოდოლინდეს უძღვნეს. და ეს აქედან იწყება სწორედ პირველი გამოსახულებების. დიახ, საინტერესო ის ზოგადად ქრისტიანობა ყველა სფეროს მოერგო, ყველა კულტურის, ხელოვნების სფეროს ფაქტობრივად და მასში ქრისტიანული შინაარსი ჩაიდო. აი რატო ახსენებ ხა ამას თქვენ პირველი საუკუნის ხატები ახსენეთ. რა თქმა უნდა ამ ხატების წარმოქმნა და წარმოშობა ხშირად სასწავლებსაც უკავშირდება პირველივე საუკუნეში და თავად ერთ-ერთი მახარებელიც არის პირველი ესე ვთქვათ ხატის ერთ-ერთი პირველი ხატის ავტორიც ლუკა მახარებელი, როგორც ხატვარი და ხატწერი შეიძლება დღევანდელი გაგებით უწოდოთ. საინტერესო ის რომ ნებისმიერ კულტურაში რაღაც გარკვეული წარმართული რელიგიური ნიშნები თუ ლიტურგიკული მსახურება ხატწერით გამოისახებოდა ხომ ხატწერით არა მხატვრობით. დიახ. და ქანდაკებით არა მარტო. ეს სტილი ფაქტურად არ დარღვეულა, ანუ ყველას ეკლესიის ისტორიას თუ გადავხედავთ, რაც ადგილობრივ გარკვეულ ესე ვთქვათ ქვეყნებს გააჩნიათ საკუთარი სტილი ხატწერის, თუმცა ერთ დოგმატურ ესე ვთქვათ წესრიგში მოექცა, ასე ვთქვათ, რაც კონკრეტული ნიშანი რაღაცა კონკრეტულ რაღაცას გამოსახავს ხატწერისთან დაკავშირებით. ეს სხვა სფეროა, მაგრამ უბრალოდ ის საინტერესო როცა ისტორიას სწავლობ აი ამ სფეროთი და ხატების სხვადასხვა გამოსახულებებს სხვა ქვეყნისას უყურებს ადამიანი. კონკრეტულად ახლა ასეთი კითხვას დავსვამ. როგორ გადმოსცემს ხატმეტყველება სახარებისეულ მოვლენებს, რომ ჩვენ პირველ თქვენ სახარება ახსენეთ და პირველ რიგში სახარებისეულ მოვლენებს გადმოსცემს. რა თქმა უნდა, სიმბოლურ დატვირთვის შემდეგ ხატებში ჩვენ ხედავთ ძველი აღთქმის მოვლენებსაც, სიმბოლურ წინასწარმეტყველებებსაც ძველ აღთქმაში და ის ხატზე გამოისახება და ასე შემდეგ, მაგრამ უშუალოდ სახარებისეულ მოვლენებს ალბათ თავდაპირველად როგორ გადმოსცემს. დიახ, უნდა ითქვას ის, რომ თავდაპირველად როდესაც ხატწერა ჩაისახა, სწორედ მათი ფუნქცია იყო უპირველეს ყოვლისა სახარებისეული სწავლების გადმოცემა, ვინაიდან ეგზეგეტიკური ლიტერატურა მოგეხსენებათ და მათ შორის ჰიმნოგრაფიული ლიტურგიული შემდგომ მოგვიანო ხანაში შეიქმნა პირველი რაც იქადაგა მაცხოვარმა სახარებაა და შესაბამისად ხატწერას მაშინვე ჩადგა სახარების ასე ვთქვათ გადმოცემის და ქადაგების და სამსახურში და სხვათა შორის ესეც უნდა ითქვას რომ ადრე ქრისტიანული გამოსახულებები სიმბოლური ხასიათის იყო აი თქვენ ბრძანეთ წარმართულ სამყაროში დიახ უნდა ითქვას ის რომ ადრე ქრისტიანული მხატვრობა როცა ჯერ კიდევ არ იყო ჩამოყალიბებული სტრუქტურა ხატწერისა ეს ცოტა მოგვიანო ხანაში აი ჩვენს მიერ დასახელებულ ხატმებრძოლების პერიოდში ჩამოყალიბდა სწორედ ხატმებრძოლთა წინააღმდეგ მეშვიდე მსოფლიოს საეკლესიო კრებაზე და პირველი გამოსახულებები როგორც ხოთა შორის იცით თქვენ ქრისტიანულ ლიტერატურაში ხშირად ქრისტიანული ლიტერატურა იყენებდა წარმართულ ტერმინებს და ფაბულებს არა და იგივე მოხდა ხელოვნებაშიც აი ერთ მაგალითს დავასახელებ მაგალითად რომის კატაკომბებში გვაქვს ჩვენ ერთ-ერთი ყველაზე ადრეული ხატწერის ნიმუშები და იქ არის ერთ-ერთი ასეთი პირდაპირ გადმოღებული რომაული მითოლოგიიდან ორფეოსის შესახებ, აი რას გულისხმობთ, იყო ისეთ ჩვენ რომაული მითოლოგიის მიხედვით ორფეოსი, რომელიც იყო ჯადოქარი და ჰქონდა მას სალამური და ამ სალამურით აჯადოებდა ცხვრებს. ეხლა ქრისტიანობა ეს ფაბულა გადმოიღო, ხო რა თქმა უნდა ის დატვირთვა ქრისტიანული შინაარსით. რას გულისხმობთ, რომ ორფეოსში განჭრიტა ქრისტე, სალამურში ქრისტეს მოძღვრება, ხოლო ცხვრებში, რომელიც მის გარშემო შემოიკრიბებიან მან ამ ცხვრებს მისცა ეკლესიის პირველი მრევლის დატვირთვა. და ეს ძალიან სხვადასხვა ჩვენ ანალოგიური შემთხვევები საქართველოშიც გვაქვს, ესეც უნდა ითქვას აუცილებლად, რომ ქართული კულტურა, წიგნობრობაც თავისთავად ცხადია და კულტურაში წიგნობრობას მოიაზრება და ხელოვნება ქრისტიანულად, ოღონდ ქართულ სივრცეში, საქართველოს სივრცეში შექმნილი ზუსტად ისე ვითარდება, როგორც რომაული და შემდგომ ბიზანტიური. ანუ ფაქტობრივად თანადროულად ვითარდება. ზუსტად იმ გზებს გადის, რაც გაიარა მან რომში და მერე ბიზანტიაში და მე მეცას გეტყვით თქვენ, რომ ძალიან განსაკუთრებულია იგივე ხატმებრძოლთა პერიოდში, მაგალითად საქართველოში მაშინ როცა ბიზანტიაში ნადგურდებოდა ხატები და ამ დროს ხატთაყვანისა ფაქტორები გაიყინა ჩვენთან აქ ვითარდებოდა და ვიცით ჩვენ შემთხვევები როცა ხატმებრძოლებისგან დევნილი თქვათ ხატთაყვანისმცემლები საქართველოშიც კი აფარებდნენ ხოლმე თავს. ეს სხვა საკითხია, მაგრამ დიახ. აი მაგალითად ბოლნის სიონში გიორგი თაცმედელის და მანამდე კიდე გრიგოლ ხასტელის ხორებაშიც არის აღნიშნული ეს. დიახ, კი ბატონო.
ბოლნისის სიონში სანათლავზე გამოსახულია ხარის თავი რქებში ჯვრით. ეს არის მე-5 საუკუნის რელიეფური გამოსახულება. ხარი რა თქმა უნდა იყო ქართული წარმართობის განუყოფელი კულტი, გამომდინარე ჩვენი მიწათმოქმედებიდან და რას აკეთებს აქ ავტორი, რომ ხარში განჭრեց ქრისტეს, როგორც თქვა, სპარსეთში ლომი იყო, იმიტომ იქ ლომი იყო მათთვის ახლობელი და ზოგადად ეს ქრისტიანობას ახასიათებს, რაც ახლობელია ამა თუ იმ ქვეყნისთვის, იქედან ხდება ქრისტიანობის ქადაგება, ხო, იგივე რო გავიხსენოთ პავლე მოციქულის ქადაგება არეოპაგშია რა, მე ხედავ რომ თქვენს შორის თქვენ ძალიან მორწმუნენი ხართ, ბევრი ღმერთია, მაგრამ ერთ-ერთი არის შეუცნობელი ღმერთი და ეს არის სწორედ ის ღმერთი, რომელსაც თქვენ არ იცნობთ და ეთაყვანებთ და შემდგომ აქედან იწყებს ქადაგებას. იგივე მოგგვებთან მიმართებაში ხო ტრობარშიც ვკითხულობთ რომ რომელნი ვარსკვლავს აფსახურებენ ვარსკვლავისაგან ისავეს თაყვანისება მის ანუ მსგავსით ასე ვთქვათ უბრალოდ ის რაც შინაურია ასე რომ ვთქვათ ის რაც ახლობელია უკაცრავად აბა თუ იმ ფსიქოტიპადიზმის ისე ხდება ქადაგება და ეს ხდება უბრალოდ ქრისტიანულ ხელოვნებაში კომუნიკატიური ხერხია ერთგვარი ქადაგების გადაცემა. კი ბატონო რათა უფრო მარტივი გახდეს მიმღებლობა საზოგადოების მიერ ამა თუ იმ ვთქვათ ამ შემთხვევაში ქრისტიანული ჭეშმარიტი მოძრაობისა და იქ ჩვენ ძალიან ბევრ უკაცრავად გამოსახულებას მაგალითად ძალიან ცნობილი იყო მწყემსი კეთილის გამოსახულება, რომელსაც აი ახალგაზრდა ჭაბუკი, რომელსაც მხარზე ცხარი ყავს და ეს არის პირდაპირ ილუსტრირება მასხურის ქადაგებისა, რომელიც იოანეს სახარებაშია მოცემული. მე ვარ მწყემსი კეთილი და მწყემსმა კეთილმა სულისთვის დაასდოს ხოვართათვის და ხართას ვისთა შეისვას და გადაარჩევს. ანუ ამ სიტყვების პირდაპირ ილუსტრაცია. ძალიან გავრცელებული იყო თევზის გამოსახულება, ეხლა ეს ყველა ცნობილია ხო იხთიოს ბერძნულად აბრევიატურას წარმოადგენდა რა, იესო ქრისტე ღვთისძე, მაცხოვარი იესოს ქრისტუს, თეოგიუს სოტერ, ესეც პირდაპირ ქრისტეს გამოსახულებად მიიჩნევა და ხოთა შორის იყო ცალკეული გამოსახულებები და ჩვენ გვაქვს თევზის გამოსახულება ჩართული მაგალითად საიდმოს სერობაში. აგერ საქართველოს უბისას მხატვრობაში, სადაც ესე იგი ეს მე-15 საუკუნის მხატვრობა გახლავთ, სადაც გადმოცემულია ეს დიდი კომპოზიცია და თევზისში იქ ეს ძალიან საინტერესო რომ თავად საიდმოსერობის ტაბლაზე არსად არ არის დაფიქსირებული თევზი იყო. თევზი არც იქნებოდა, მაგრამ აქ ხაწერა საგანგებოდ ჩაურთავს აქ თევზს, რათა და მე ამ თევზისკენ ხელი აქვს მიმართული იუდას, რითიც გამოხატულია ის, რომ იუდამ ხელყო ქრისტე. ანუ ამ თევზის სახით ქრისტეა ნაგულისხმები და ასე შემდეგ. მაშინ ეხა ეს რაც შეეხება ადრექრისტიანულ გამოსახულებებს, უკვე შემდგომ როცა ჩამოყალიბდა სახარებისეული, ასე ვთქვათ, იკონოგრაფია, ჩვენ უკვე უშუალოდ ჩამოყალიბებულ სახარებისეულ ამა თუ იმ ხატმეტყველებით სქემებშიც ხედავთ ეგზეგეტიკის ჩართვას. ანუ აი ეს გვინდა თავარი რა არის, რომ სახარებისეული მოვლენები არა მარტო იმას გადმოსცემდა რა მოხდა, თქვა სახარების თხრობის თანახმად, არამედ ეგზეგეზასაც. ანუ ეს იყო ფაქტობრივად ქადაგება, როგორც ბასილის თქმებით ავიმოწვევ ჩვენ, ქადაგება სახარებისა ფერებითა და ხაზებით. აი რამდენიმე მაგალითად მოვიყვან თქვენი რომ უფრო საცნაური გახდეს ჩვენი ტელემაყურებლისთვის ჩვენს მიერ ნათქვამი. ასე მაგალითად ყველასთვის კარგად ცნობილი იესო ქრისტეს შობის ხატი ყველგან თითქმის მე-5 საუკუნიდან ჩამოყალიბდა მე-4-ის ბოლოდან აღნიშნული ხატმეტყველება თითქმის ყველგან ჩვენ ვხვდებით ამ აღნიშნულ იკონოგრაფიულ სქემაში ხარისა და სახედრის გამოსახულებათა ჩართვას. ანუ კომპოზიციის ცენტრში არის მაცხოვარი, რომელიც ბაგაშია ჩაწვენილი, არიან მარიამი და იოსები ეს სახარებაში რაც არის აღწერილი ლუკა მახარებლის მიერ კონკრეტულად და შემდგომ აქ იქ არის ხარისა და სახედრის გამოსახულება. არსად ჩვენ შესაბამის სახარებისულ თხრობაში არ ხვდება რომ ეს ბაგა ეკუთვნოდა ხარს ან სახედრს. მე მეცაც გეტყვით წმინდა იონე ოქროპირი ბრძანებს რომ ეს იყო ცხვრების ბაგა, ცხვრებს დროებით აფარებდნენ ავდრიანობის პერიოდში იონე ოქროპირი ერთ-ერთ განმარტებაში ამბობს. მაშინ ის კითხვა რატო ჩართეს აქ ხარისა და სახედრის გამოსახულება, ეს გახლავთ წმინდად ეგზეგეტიკური ჩანართი, კერძოდ ესაიას დასამეტყველებაში ჩვენ ვკითხულობთ იცნა ხარმან მონგებელი თვისი და ვირმან ბაგაი უფლისა თვისა. როდესაც აღნიშნულ სიტყვებს განმარტავს წმინდა გრიგოლ ნოსელი, ის ამბობს რომ ხარში მოიაზრება ებრაელები, ვინაიდან ხარს უღელს ადგამენ და
ებრაელები მოსეს ჯულდების ქვეშ, მოსეს ჯულის ქვეშ იყვნენ, ხოლო სახედარში მოიაზრებიან წარმართები და შესაბამისად ის ამბობს, რომ ხარი და სახედარი ეს არის წარმართების და ებრაელების სიმბოლო. ანუ აღნიშნულ ხატმეტყველებაში ხაზგასმულია ის, რომ ღმერთი განკაცდა როგორც ებრაელთათვის, ისე წარმართების, ანუ ზეღმერთის განკაცების საყოველთაობაზეა ხაზგასმა აი აღნიშნული გამოსახულები. სხვათა შორის მომობს გავსი წინასწარმეტყველებები თქვენ გახსოვთ იუდას ზეთა კურთხევაში, როცა ვირად მოიხსენება რომ მიაბავს ვირს, ანუ აქაც ესე იგი წარმართებს განასახიერებს, რომ წარმართები მთელი მსოფლიო მოვა ჭეშმარიტ ქრისტეს ეკლესიაში, ეს სიმბოლური დატვირთვა აქ რა თქმა უნდა. ამას ყველგან წინასწარმეტყველებაში და ეს ხაწერაშიც გამოისახება ასე. და ბზობის დღესასწაული, ანუ დიდების შესვლა იერუსალიმში, სახედრაზე ჯდომას, ამას თავისი სიმბოლური გარდა სხვა განმარტებებისა აქვს თავისი სიმბოლური განმარტებაც, რომ რაც განასახიერებდეს მორჩილებას წარმართები ერისა, ჩოჩორი, რადგან ჯერ გაუხედნავი იყო, კიცრი ვირისა, როგორც ქართულში წერია, სიმბოლური წარმართები ერისა, რომელიც ესე იგი ქრისტეს ეკლესიაში შემოვა და ეს იგივე აისახა ხაწერაშიც ეს მცირე გადახოვა. დიახ, აი აბსოლუტურად სწორედ თქვით, აი ეს კავშირი, რა თქმა უნდა ეს ერთიანი კავშირია, თუმცა ჩვენ შეიძლება სიმბოლიკა ისეთი თემაა, რომ შეიძლება ერთ კონტექსტში ერთს ნიშნავდეს, მეორეს და მესამეში საპირისპიროს. მაგრამ ამ შემთხვევაში ეს ერთი და იგივე თქვათ განმარტებითი სხვათა შორის თავიდან ვახსენეთ იმ კულტურაში ლომის ანუ საქართველოში ხარისი ყოლო ლომის ბოკვერიც მოხსენებულია იუდას წინასწარმეტყველებაში მიწოლებმა მიეძინა და იქაც სახესიმბოლო ქრისტეს ძალიან საინტერესოა იპოლიტო რომელი პირდაპირ ამას თავის განმარტებაში და აი მაგალითად ახლა კიდევ ერთი ნათლისღების იკონოგრაფია რო ავიღოთ ნათლისღება ვიცით მაცხოე როდესაც ინარჩუნება მდინარე იორდანეში ნათლისღების იკონოგრაფიაში ხშირად ესე იგი არის გარკვეული რედაქციები სადაც ცულია ხოლმე ხეზე მიყუდებული ეს პირდაპირ არის ესე იგი ასახვა იოანაცემს ქადაგებისა ხო ცნობილი ანუ ცული ხესთან დევს და თუ კი ხე არ გამოიღებს ნაყოფს მოიჭრება და ცელს მიისვა ანუ ხატმეტყველებამ ეს სახეობრივად ასე ასახა ცული რომელიც მიყუდებულია თქვა ხეზე დიდებულია ხეზე ძალიან საინტერესოა თავად ნათლისღება მოგეხსენება თქვენ რომ ეს არის სამების განცხადება იგივე და ძალიან საინტერესოა როგორ გამოსახავს ხატმეტყველება სულიწმიდას და მამას ანუ ძეს გამოსახავს იმიტომ რომ ზეღმერთის გამოსახულება თქვათ უკვე განკაცდა და შესაბამისად მაგრამ მამისა და სულიწმიdas თქვენ მოგეხსენებათ ზოგადად ყოვლადწმიდა სამების გამოსახვა არ იყო და არ არის ბოლომდე ეკლესიაში მიღებული რაც გვაქვს ჩვენ ეს რაღაც შეიძლება ითქვას რაღაც გარკვეული დაშვება, თორე ზოგადად ეკლესიამ თავის დროზე არ მიიღო ეს მარტივი მიზეზის გამო, იმიტომ რომ როგორც იონ დამასკელი ამბობს, განკაცდა მხოლოდ ზე. თუმცა რა თქმა უნდა, როცა ჩვენ ზეღმერთს ვეთაყვანებით, თქვა ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ არ ვეთაყვანებით მამას და სულს, ვინაიდან როგორც აი ფილიპ მოციქულზე ეუბნება მაცხოე რომ ვინც მე მიხილა იხილა მამაიცა და რა თქმა უნდა სულიც მათ განუყოფელია ამ ერთარსება ღმერთს ამას ნიშნავს ჩვენ ანუ ფაქტობრივად ჩვენ განკაცებული განსხეულებული ზეღმერთის მიერ ვეთაყვანებით თავისთავად ცხადია მისგან განუყოფელ მამასაც და სულსაც და ეს ერთარსება ღმერთია თავისთავად ერთი ნაღინიშვით კიდე რომ პიროვნებას ვეთაყვანებით ჩვენ როდესაც ხატს ვეთაყვანებით ეს ქრისტეს ხატიც რომ იყოს ამ შემთხვევაში ქრისტეს პიროვნებას ვეთაყვანებით და არა მის ბუნება, საიდან გამომდინარე, ბუნება არ გამოისახება. რა თქმა უნდა. კაცი კაცობრიობი ბუნება ნახა კაცობრიობ ადამიანმა, მაგრამ აი ხატმებრძოლობის დროს რატო ახსენეს, რომ დაიბადა, უკვე რომ ფაქტობრივად ბრალდებები აღარ ქონდა ეკლესიის წინააღმდეგ ამ ერესებს. დაიწყო ახალი ისე რომ დოგმატური იმით უნდათ დაიწყოთ ბრძოლა, ანუ დოგმატური მოსაზრებებით, რომ თითქოს თქვენ თუ გამოსახავთ, ესე იგი არეოზოლებას აღიარებთ, რომ ესე იგი ის დროში რაღაცა სხეული. მეორე იყო თუ ბუნებას გამოსახავთ, მაშინ შერეულს ესე იგი მონოფიზიტობას აღიარებთ და აი თუ მარტო კაცობრიობ ბუნებას გამოსახავთ ესე იგი ნესტორიანელები ხართ და ამას იმდენად ზედმიწევნით პასუხი გაცა მე შემდეგში თეოდორე შტუდიელმა რომ ფაქტობრივად მათი მხრიდან ცოდნაც არ იყო ანუ რას გულისხმობდა ხო რა გამოისახებოდა დღესაც ეს რატო ახსენეთ დღესაც ვინც ესე იგი უარყოფს ხატის გამოსახვას ამას ებრძვის სექტებს გულისხმობს ახალს არაფერს არ ამბობს ამდენსაც ვერ ამბობს ამდენსაც ის ხატმებრძოლები იმიტომ რომ ახალი შეიძლება ვერც დაიბადოს ადამიანის გონებაში ორი რამდენი ხანი მიმდინარეობდა ხატმებრძოლება ყველაფერს ასეთი პასუხია გაცემული ვისაც გულწრფელი პასუხი უნდა ის აუცილებლად იპოვის ამაზე გაცემულ პასუხს რომელიც საუკუნეების წინ იყო გაცემული და ზედმიწევნით ეს მცირე გადახოვება იყო, მაგრამ მინდოდა აღმი. რა თქმა უნდა და აბსოლუტურად სწორი ჩანართი გახლავთ რა ბრძანეთ და მადლობთ ამისთვის და აი ნათლისღებაზე საუბრობთ ჩვენ როგორ გამოსახავს ხმას, აი ხმა რომელიც ანუ мама განცხადდა ხმით, ხო ხმა რომელიც ისმოდა რომ ესე არის ესე ჩემი საყვარელი. გამოსახავს ხატმეტყველება სხივებით, ანუ სხივი რომ ხშირად სამად განტოტილი, რომელიც ეშვება ძეზე და
ამ სხივს მოყვება წვედის სახით სულიწმინდა, რაც სახარებაშია განცხადებული. და ეს სხივი მიუთითებს წმინდანი ოქროპირის აქვს ეგზეგეზა, რომ ის რომ მამის ხმა არ განეკუთვნებოდა სხვას, ამას დაამოწმებდა, რომ სულიწმინდა გარდამოვიდა და დაადგა მაცხოვარზე. და ხატმეტყველებას ეს გამოსახული აქვს სხივით, რომელსაც მოყვება მტვედი და დაადგება მაცხოვარზე. ანუ რა მინდა ამით თქვა, რომ როგორ პირდაპირ მიყვება ღვთისმეტყველებას ხატმეტყველება და რომ ეს რეალურად ერთი ღვთისმეტყველებაა. იგივე ჩვენ ესე იგი იგივე ხატმეტყველებასთან უკაცრავად ნათლისღებასთან დაკავშირებით. სხვათა შორის ესეც უნდა თქვა ჩვენ, რომ არის იკონოგრაფიული სქემები, რომელიც გარკვეულ რაღაც ხაზგასმას აკეთებს, ანუ რაღაცა თქვათ ჩვენ განმარტებებში ხოასია, თქვათ შეიძლება იონა ოქროპირი რაღაცა ერთ-ერთი მოვლენის შესახებ ამბობდეს რაღაცას, მეორე განმარტებელი ამბობდეს სხვა რაღაც, უბრალოდ განსხვავებულს იმ კუთხით, რომ ეს არის ერთი და იმავე მოვლენის სხვადასხვა კუთხით ხედვა და ჭრედა და არა განსხვავებული პოზიციები მათი, ხო, ეს ამნიშნულოვანია ღვთისმეტყველებაში. და ხატმეტყველებაში ზუსტად იგივეა. აი რას გულისხმობ? აი მაგალითად უბისის ხატრობა ვახსენე ჩვენ. უბისაში ნათლისღების კომპოზიცია არის გამოსული, ნუ იქ 12 დღესასწაულია მთლიანად გამოსახული და ერთ-ერთი ნათლისღებას და რატო რას გულისხმობ? რატო არის ეს განსაკუთრებული? აქ ანუ უბისაში ზეცაში გამოსახულია კარები, კარიბჭე, რომელსაც ანგელოზები აღებენ. ეს არის პირდაპირ ილუსტრაცია სახარებაში, შესაბამის სახარებისეულ თხრობაში გადმოცემული სწავლებისა, რომ განიხვნეს ცანი, ანუ განიხვნა ცანი და გარდამოვიდა იქიდან მტვედის სახით სულიწმინდა. და იქ კარების განხსნაში ეგზეგეტები პირდაპირ მიუთითებენ, რომ ეს ნიშნავს სასუფეველის კარების გახსნას. ანუ ეს კარების გახსნა პირდაპირი განმარტებითი სახით წარმოადგენა აღნიშნულმა ხატმეტყველებამ მაგალითად უბისაში, რაც ძალიან საინტერესოა. ჯოჯოხეთის წარწმევნა ერთ-ერთი ყველაზე ნუ ეხა მოგეხსენება თქო რომ აღდგომა იწოდება დღესასწაულს და ისიც კარგად ისე ჩვენმა ტელემაყურებელმა რომ ხატმეტყველება აღმოსავლური მართლმადიდებლური ამას გამოსახავს ჯოჯოხეთის წარწმევნის სახით, თუმცა ეს ადრეულ პერიოდში ასე არ იყო თათაშორის გამოისახებოდა რაც დასავლეთში შენარჩუნდა დღესაც დასავლეთში აღდგომა გამოისახება როგორ გამოდის მაცხოვრის საფლავიდან. ანუ რაც სახარებაშია თქვა გადმოცემული. მაგრამ ესე იგი აღმოსავლური ხატმეტყველება მთლიანად ეგზეგეტიკური ხასიათის, იმიტომ რომ ჩვენ სახარებაში არ ხვდება თრობა მაცხოვარი ჯოჯოხეთში თასვის შესახებ. ხო ეს ხვდება ჩვენ პეტრე მოციქულთან, თქვათ მეორე ეპისტოლეში და ხვდება ეგზეგეტიკაში. და რა თქმა უნდა ეს ამნიშნულოვანია და რომ მაცხოვარი ჩადის ჯოჯოხეთში, დაახსნის ჯოჯოხეთის მეუფებას და აღმოყავს იქედან თქვათ მართალთა სულები. მაგრამ აი უყურეთ აქაც არის რედაქციები, სადაც ეს კონკრეტული მითითება ხდება შესაბამისად რაღაც გარკვეული ლიტერატურული, უკაცრავად ლიტურგიკული თუ ჰიმნოგრაფიული ძეგლისა. აი რას გულისხმობ? მაგალითად არსებობს ასეთი ვიცით თქვენ რომ ასე ჟამნები და მე-6 ჟამში დაწერილია იმის შესახებ თუ როგორ დახია უფალმა ჩვენი ხელით დაწერილი ჩვენი ხელით წერილი ცოდვებისა, ხო? და არსებობს ბეჭდვედე საუკუნის ერთ-ერთი ჟამნის დასურათება, ხელნაწერის დასურათება გახლავთ ეს, სადაც ჩვენს მიერ დასახელებული იკონოგრაფია, ანუ გულისხმობთ ჯოჯოხეთის წარწმენას, გადმოცემულია შემდეგი სახით, რომ მაცხოვარს, რომელსაც მარჯვენა ხელით ამოყავს მართალთა სულები, მარცხენა ხელში უპყრია გახეული გრაგნილი, რომლის ცალი ანუ ორ ნაწილად არის შესაბამისად გახეული ხანანი და რომლის ერთი ნაწილი ეშმაკს უპყრია ქვემოდან და მეორე მაცხოვარს და ეს პირდაპირ არის ლიტურგიკული შესაბამისი ლიტურგიკული ძეგლის გულისხმობის ჟამს ილუსტრირება და გადმოცემა ხატმეტყველებით. თუმცა არა მარტო მე-6 ჟამში აღნიშნული სწავლება აქვს რიგოლ ღვთისმეტყველსაც და ერთ ეგზეგეზასაც. აი ერთ მაგალითს დავასახელებ კიდე თქვენის დებართვით ჩვენ იესო ქრისტეს ჯვარცმის ხატმეტყველებაში ხშირად გვაქვს გადმოცემული მზისა და მთვარის პერსონიფიკაცია. აი დოდოსრქის მხატვრობაში მაგალითად ხახულის კარეთზე განთავსებულ მე-7 საუკუნის კვადროფოლიუმზე, სადაც
მაცხოვარი ესე იგი ჯვარზეა გაკრული და ესე იგი მზისა და მთვარის პერსონიფიკაციებია და რას თიშდა ზედამთვარე რატოა გამოსახული ხო ეს არის ასევე პირდაპირ ილუსტრირება სახარებისეული თხრობისა სადაც დათქვამია რომ მზე დაბნელდა და შემდგომ ამ მზის დაბნელებას არაერთი ეგზეგეტის სწავლება არსებობს რომ ეს იყო განსაკუთრებული დაბნელება მზისა რამაც მოასწავა თუ რაოდენ დიდი ტრაგედია ჩაიდინა კაცობრიობამ განკაცებული ღმერთის ჯვარცმით საინტერესოა ერთი კითხვა ესეთი რაიმე კონკრეტული დატვირთვა თუ ჰქონდა აი გარემოებების გარკვეული გარემოებების მიხედვით შექმნილ სახარების გამოსახულებებს ანუ სახარებისეული მოვლენების გამოსახულებებს დიახ რა კონკრეტული დატვირთვა ჰქონდა ამ მოვლენების გამოსახულებას რა თქმა უნდა ჰქონდა კონკრეტული დატვირთვა რა თქმა უნდა ჰქონდა არაერთი დატვირთვა და ხან ძალიან იყო შემთხვევები როდესაც როგორც უკვე თქვით გამოსახავდა ხატმეტყველება კონკრეტული საჭიროების მიხედვით თუ რა იყო გამოსახული აი რას გულისხმობ მაგალითად აი ჩვენ ვახსენეთ და თქვენს ახსენეთ თქვენ სიტყვაში რომ ძალიან ბევრი სამწუხარო ძალიან ბევრი მწვალებლობა იყო ეკლესიის ისტორიაში და ვიცით რომ ჩვენ ვთქვათ ხატმეტყველების უკაცრავად ეკლესია იბრძოდა კრებებით ვთქვათ მიღებული დებულებებით და ფაქტობრივად ჩვენ ვიცით რომ მთელი საღვთისმეტყველო ლიტერატურის დიდი ნაწილი სწორედ აი ამ ერესებთან ბრძოლაში ჩამოყალიბდა ხო ფორმულირება მათ შორის ხატმეტყველებამაც ხატმებრძოლთა წინააღმდეგ როცა კრება გაიმართა და მაგრამ უნდა ითქვას ის რომ არა მარტო ეკლესია არა მარტო ლიტერატურით ასე ვთქვათ და მწიგნობრობით ებრძოდა ამ ერეს არამედ ხატმეტყველებითაც აი რას გულისხმობთ მაგალითად მოგეხსენება თქვენ რომ მე-14 საუკუნეში იყო ასეთი პიროვნება რომელმაც წარმოსთქვა სიტყვა იმის შესახებ რომ თაბორზე ბარლამი იყო მის სახელი მოგეხსენებათ რომ თაბორზე განხორციელებული ქმედება თაბორზე აღსრულებული უბრალოდ ქმედება იყო ქმნილი ნათელი ანუ ეს არის იყო უქმნელი ნათელი და შემდგომ ჩვენ ვიცით რომ წმინდა გრიგოლ პალამამ დაწერა ჰომილია უქმნელი ნათლის შესახებ რომელიც სწორედ ცალსახად გადმოსცემდა თაბორზე გაბრწყინებული მაცხოვრის ნათლის უქმნელობას და მას აქვს წინვალე ქადაგება რომ ეს ნათელი არის მისი ბუნებითი ნათელი ეს არის როგორც თვითონ ამბობს საღვთო ბუნების დატევნისებრ გადმოღრა სხეულზე კი რადოდენსაც შეეძლოთ დაეტიათ და ეხილათ იმ დონეზე ჩვენმა მაცხოვრებმა თავისი ბუნების და აი ამის გამო ის თქვენ 1351 წელს აია სოფიაში კრებას კი გაიმართა რომელმაც დააგმო საჯაროდ ეს მწვალებლობა და ნუ თქვა ის რომ ეს ნათელი უქმნელია და ხატმეტყველებამ როგორ ასახა ეს აი სწორედ ამ პერიოდიდან დაწყებული ან მე-14 მე-15 მე-16 მე-17 საუკუნის ხაწერაში ფერიცვალების ხატმეტყველებაში განსაკუთრებული გამომსახველობით გამოისახებოდა ზეღმერთის ბრწყინვალება თქვენ იცით რომ ხატმეტყველებაში ფერიცვალებაში მაცხოვარი არის ოვალურ წრეში ჩასმული ოვალური წრე ეგრეთ წოდებული მანდორლა დიდება სხვადასხვანაირი ტერმინით ეძახიან როდესაც ესე იგი ამ მანდორლაში არის წარმოდგენილი მაცხოვრის სახება ეს ნიშნავს იმას რომ ამ შემთხვევაში ხაზგასმულია მისი საღვთო ბუნება ჩვენ იგივე მანდორლაში გამოსახავთ ხვდებით იგივე აი ჯოჯოხეთის წარწყვევნის ჯოჯოხეთის წარმოცვალიერების იკონოგრაფიაში და ამ პერიოდში ანუ ეს მანდორლა ადრიდანვე იყო მაგრამ ამ პერიოდში ამ მანდორლას მიეცა განსაკუთრებული დატვირთვა იმიტომ რომ ამით კიდევ ერთხელ ხატმეტყველება ხას უსვამს რომ სწორედ ეს ნათელი საღვთოა და უქმნელია და ბუნებითია განკაცებული და არა შეძენილი როგორც მოსეს შემთხვევაში როგორც გრიგოლ პალამას მოყავს თავის ქადაგებაში და აი მაგალითად საქართველოშიც გვაქვს ჩვენ მსგავსი ტიპის ფრესკები მაგალითად ლაშჩხვერის ფრესკა სვანეთში გახლავთ ეს ტაძარი სადაც აი მანდორლა მთლიანად თეთრი ფერით არის სპეტაკი თეთრი ფერით არის წარმოდგენილი კიდევ ერთხელ ამით ხატმეტყველება ხას უსვამს რომ ეს წვალებლობა მიუღებელი ეკლესიისთვის და რომ უქმნელი ნათელი განკაცებული ღვთისა წარმოჩენილია ამ შემთხვევაში. ასე მაგალითად კიდევ ერთ მაგალითს მოვიხილოთ. მაგალითად ჩვენ ბიზანტიურ და მათ შორის ქართულ ხატმეტყველებაშიც გვაქვს შემთხვევა, როდესაც მაცხოვარი ჯვარზეა გაკრული კვართით. და ეს ძალიან საინტერესოა, იმიტომ რომ სახარებაში ჩვენ 4-ვე მახარებელი ახსენს მაცხოვრის ჯვარცმას და 4-ვე საგანგებოდ აღნიშნავს, რომ ის განძარცვეს
და ისე კვართისგან და ისე აცვე ჯვარს, ხო, მაგრამ ჩვენ გვაქვს იგივე დავით გარეჯის მონასტრის ერთ-ერთი საბერის ჩრდილოეთ კედელზე კვარჩემოსილი მაცხოვარია ჯვარზე გაკრული და არა მარტო იქ ხახულის კარეთზე გვაქვს ასევე მერვე საუკუნის კვადროფოლიუმზე 60 ჯვარზე გაკრული შემთხვევა. რატომ ეს გახლავთ მე-5 მე-6 გარეჯის მე-7 საუკუნის ხაწერა. აქ ფიქრობენ რომ შესაძლოა ეს იყოს ხაზგასმა იმასთან დაკავშირებით რომ საღვთო ბუნება ზეღმრთისა ვნებოა. ანუ კვართი ღვთისმეტყველებაში განხილულია ზეღმრთის საღვთო ბუნების გამოხატულებად. ხო, როგორც აი მაგალითად იოანე ოქროპირი ბრძანებს რომ როგორც იოანე მახარებელი ამბობს ზეიდან მოკერვილი ყოვლად იყო, ზეიდან მოკერვილი, ანუ ზეიდან მოქსოვილი პროფესორად კი ბატონო, ანუ ეს ნიშნავდა იმას, რომ მას აქვს ზეციური წარმომავლობა და ეს მისი საღვთო ბუნების გამოხატულებაა. და თქვენ ის მაცხოვარს მოსავდა ქიტონი და ჰიმატიონი, ანუ ეგრეთ წოდებული კვართი. ჰიმატიონი განხილულია როგორც ზეღმერთის საღვთო ბუნება, ხოლო ქიტონი მისი როგორც კაცობრივი ბუნება. ჯვარცმისას მაცხოვრის ასე ვთქვათ კვართით გამოსახვა ხას უსვამს იმას რომ არ ვნებულა ზეღმერთის საღვთო ბუნება. რაც პირდაპირ ადასტურებს მოძღვრებას არიოზის წინააღმდეგ, რომელიც არა მარტო არიონელების, რომელიც საღვთო ბუნებას შეურაცხყოფდა და ფაქტობრივად ზეღმერთს ქმნილად აღიარებდა. ანუ რატო დავასახელეთ ეს ორი მაგალითი? აი, ამით კარგად არის თუნდაც ამ ორ მაგალითს უნდა წარმოჩენილი, რომ არა მარტო საეკლესიო ლიტერატურით ებრძოდა წმინდა ეკლესია მწვანებლობებს, არამედ ხატმეტყველებითაც. საინტერესოა. თქვენ რამდენიმე საინტერესო საკითხი ახსენეთ, რაც თავის მხრივ ცალკე განმარტებას საჭიროებს, მაგრამ ძალიან რთული საკითხებია თაბორისეული ნათელი როგორ გამოისახება და რას ნიშნავს ზოგადად თაბორისეული ნათელი ხრატო ახსენეს, რომ სულთოფენობის დღესასწაული დიდი ხნის წინ არ იყო და სულთოფენობის დღესასწაულზე როცა ადამიანი მის შინაარსს კარგად სწავლობს და სახარებას იმ დღეს საკითხავს, ამ დღის შინაარსს ზოგადად რა გადმოვიდა კაცობრიობაზე სულიწმინდის მადლი რას ნიშნავს, მადლი რას ნიშნავს, ნათელი რას ნიშნავს. ეს ძალიან დიდი საკითხი არის, რა თქმა უნდა და ძალიან პრაქტიკული საკითხიც არის, რადგან აი მლოცველი მოღვაწე ადამიანი აი ამ მადლს განიცდის და ამ მადლის გამცდილებას არის სასუფეველის წინდი ადამიანში, როდესაც ის ცხოვრობს სწორად და ქრისტიანულად. შეიძლება ეს მადლი რაც განიცადოს სულიწმინდა ამ ღმერთი შეიძლება იხილო ადამიანმა მოქმედებაში. ხო, ან როგორც ჩვენ მაგალითად ერთმანეთი გვიყვარს, ეს ღვთის ხილვა არ მოქმედებას ჩვენ ერთმანეთს ეს სიყვარული ჩვენში აღძრა მადლმა ღვთის მადლმა და ასე შემდეგ. შეიძლება ეს ნათელი არ იხილო ისე როგორც ზოგიერთი მლოცველი ადამიანი ხედავს ან წინასწარმეტყველები ხედავდნენ, იმიტომ რომ ადამიანი არ ჩავარდეს რაღაც გარკვეულ პარტავნებაში ან ხილში ან ასე შემდეგ მერცმედა, თუმცა შეიძლება ძალიან წმინდათაც ცხოვრობდეს. ანუ ეს ძალიან ესეთი საკითხები არის, საინტერესო საკითხები, რაზეც შეიძლება გაგვერთო საუბარი, მაგრამ გადავალთ სხვა თემაზე. ამიტომ მინდა კიდევ ერთი კითხვა დავსვა, ხატმეტყველება როგორც ჩვენ თავში ვახსენეთ, მას გააჩნია ლიტურგიკული დატვირთვა, გარდა იმისა, რომ მას აქვს მახარებლური, ანუ ქადაგებლური როგორც სახარებას, ღვთის სიტყვის გავრცელების მნიშვნელობა, ასევე აქვს ლიტურგიკული დატვირთვა, რადგან როგორც ზოგადად თავისთავად ტაძარი, თავისი კანონიკით აგებულებით, ანუ არქიტექტურით წარმოადგენს ისეთ არქიტექტურას, რომ ადამიანს შეუქმნას მეტად ლოცვითი გარემო, მას თავის სიმბოლური დატვირთვები აქვს, მომდინარეობს ძველი აღთქმიდან ბევრი რაღაცა მსგავსება, იმიტომ რომ ძველი აღთქმის ეკლესიის გაგრძელება, ახალი აღთქმის ეკლესია და იმის აღსრულება, რაც ძველი აღთქმაში ნაწილასწარმეტყველები იყო, შესაბამისად დიდი ცვლილებები შეიძლება არ იყოს. მაგრამ აი ხატწერა უკვე ახალ აღთქმის ეკლესიაში ფაქტობრივად შედარებით ახალი მოვლენა თუ არ ჩავთვლით იმ გამოსახულებებს, რაც ძველი აღთქმის ეკლესიაში იყო, ანგელოზები და ასე შემდეგ მისი ქადაგებები. ერთ-ერთი ღვთისმეტყველების ამ ლიტურგიკული დანიშნულება გააჩნია მას და აი რა ჩართულობა აქვს მას ღვთისმსახურებაში, აი ხატმეტყველებას, აი ამის შესახებ რო ვისაუბროთ. დიახ. ღვთისმსახურება ეკლესიის განუყოფელი ნაწილია მოგეხსენება და აი ხოთურის ერთ-ერთ მაგალითს მოვიყვან, რომ ჩვენ დავასახელეთ საბერეების მხატვრობა და იქ არის ასეთი, ანუ ამ სადაც როგორც ვთქვით, კვარჩემოსილი მაცხოვარია ჯვარს გაკრული და იქ არის კიდევ ასეთი სიუჟეტი, რომ მის ფერდს უგმირავენ მახვილს და ნუ სახარებიესო ლოწყობის თანახმად წარმოზდინდება იქიდან სისხლი და წყალი. სისხლი როგორც ქრისტეს ევქარისტიის სიმბოლო, წყალი როგორც ნათლისღებისა, ხო, როგორც გამარტებულია. მაგრამ აქ რა საინტერესო ჩანართი გახლავთ, რომ აქ ამ საბერების ხატრობაში არის ქალის გამოსახულება, რომელსაც ხელთ თასი უყრია და ამ თასში იღვრება ეს სისხლი და წყალი.
აი ესეც წმინდა ეგზეგეტური ჩანართია და აი ეფრემასური ამ შემთხვევაში ეს არის ეფრემასურის განმარტებაზე დაფუძნებული, რომელიც ამბობს, რომ ეს ქალი ნიშნავს ეკლესიას. ის ადარებს ევას, როგორც ევას გამო, თქვათ, ევას დაეცადა ევადან შობილი კაცობრიობა, კრებული ეკლესია დაცემულ მდგომარეობაშია, მაგრამ ღმერთმა თავისი განკაცებით, ანუ თავისი ევქარისტიით, ნათლისღებითა და ევქარისტიით ამ კრებულს მიანიჭა საღვთო საზოგადოების წევრობა. აი ამ განმარტებას დევს ეფრემასური აქ და ეს რატო ვთქვით ეს, რომ აი ამასე გამოსახავს ხატმეტყველება თუნდაც აი ამ ქალის სახით, ქალბატონის სახით წმინდა ეკლესიას. და რაც შეეხება ღვთისმსახურებაში ჩართვას, თქვათ, აღნიშნული ხატმეტყველებისა, ეს ძალიან მნიშვნელოვანი ასპექტი გახლავთ, იმიტომ რომ როდესაც ადამიანს ზოგადად ეკლესიაში, ტაძარში შებრძანდება, ყველაფერი რაც ხდება, ტაძრის არქიტექტურა, ხატწერა, ხატმეტყველება, რა თქმა უნდა, ის მსახურებითი წიგნების, რომელიც იქ იკითხება, ყველაფერი ეს ჩართულია იმისთვის, რომ ადამიანის გონება მაქსიმალურად ჩართოს ღვთისმსახურებაში. განსაკუთრებით წირვაში. ის ქალის სახით ეკლესიის გამოსახვა ძალიან საინტერესოა, რატომ ერმი გემახსოვრება თქვენ ერმი ერთ-ერთი პირველი ძეგლი არის, გამოცხადება არის ეს ერმი, ერთ-ერთი პირველი საუკუნის ესე მიწურულის წიგნი არის ქრისტიანული პატროლოგიის ისტორიაში ერთ-ერთი პირველი არის, ესე თქვათ, ქრისტიანული ლიტერატურის ისტორიაში. და იქ არის მისი ერთ-ერთი ხილვა, ერმის ხილვა, როდესაც ხედავს ღვთოვან ქალს და რომელიც სიმბოლურად ესე მიანიშნება, რომ სავარაუდოდ ეკლესიას უნდა მიანიშნებდეს. და საინტერესო არის, აი ამასთან დაკავშირებით ძალიან საინტერესოა. ეხლა გამახსენდა უბრალოდ რომ კონტექსტში. კი ბატონო. დიახ, აი რომ თემას ვდაუბრუნდით ისე რომ ნუ პირველ რიგში უნდა ითქვას ის რომ ტაძარი მოხატულია თითქმის როდესაც ჩამოყალიბდა ეს სახარებისეული თემებით ტაძრის მოხატვა აუცილებელი გახდა რომ ტაძრის კედლები მოხატული უნდა იყოს 12 დღესასწაულთა სცენით და შემდგომ ამისა თქვათ კონკრეტულად იმ დღესასწაულ იმ თქვათ კონკრეტული წმინდანის ცხოვრების სცენებით რომლის სახელზეც თქვათ ესა თუ ის ტაძარი აგებული და ამას ჰქონდა ქადაგებითი ხასიათი თავდაპირველად. მე მეცას გეტყვით რომ მაგალითად იგივე ბასილდიდან, გრიგოლ ღვთისმეტყველთან, იოანე ოქროპირთან, იოანე დამასკელთან ხატწერა გააზრებულია როგორც საკითხავი, რას გულისხმობთ. ეს დასახელებული წმინდანები ერთხმად შენიშნავენ რომ ხატწერას წერა-კითხვის უსოდინართათვის ჰქონდა გადამწყვეტი მნიშვნელობა, ვინაიდან მათ არ შეეძლოთ წაკითხვა სახარებისა და შესაბამისად არც არანაირი საღვთისმეტყველო ლიტერატურისა და მათთვის ერთადერთი ქრისტიანობის გაგების წყარო იყო, ზეპირ ქადაგებასთან ერთად, რომელსაც ისმენდნენ ხატმეტყველება. და პირველად ეს ფუნქციაც ჰქონდა, ეხლა თქვენ მოგეხსენებათ, ქრისტიანობა როგორც რელიგია რომის იმპერიის სიახლში ჩაისახა და რომის იმპერიაში თავდაპირველად წერა-კითხვა მხოლოდ მაღალმა ფენებმა იცოდა. უმეტესობა დაბალი ფენის წარმომადგენლებისა წერა-კითხვა არ იცოდა და მათთვის ქრისტიანობის გაცნობა სწორედ ამით ხდება. ეს იყო ერთ-ერთი საშუალება, რომელთაც ისინი იცნობდნენ ქრისტიანულ მოძღვრებას. ეს ფაქტობრივად ასე იყო, ვიდრე მე-19 საუკუნემდე სოფლიოში. ბაშური ჩვენშიც ამ სკოლები ამგვარი სახით არის. ნამდვილად და ანუ ამ კუთხითაც აი ხატმეტყველება ძალიან განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა. რაც შეეხება დღევანდელ მოცემულობაში. დღევანდელ მოცემულობაში ეხლა დღეს წერა-კითხვის პრობლემა იმდენად აღარ დგას სოფლიო მასშტაბით, მაგრამ ცოტა გაგების პრობლემა დგას. გაგების პრობლემა დგას კი ბატონო და აქ ხატმეტყველებამ შეიძინა აი ღვთისმსახურებასთან მიმართებით ღვთისმსახურების დამხმარე ფუნქცია, აი რას გულისხმობ. აი მაგალითად ყველა ვიცით რომ ფეშხუმზე დღევანდელ პრაქტიკაში ყოველთვის გამოსახულია იესო ქრისტეს შობის კომპოზიცია. იმიტომ რომ ვიცით რომ ფეშხუმზე დაბრძანდება ის პური რომელიც შემდგომ წვნათკურთხევისას გარდაიქმნება ქრისტეს წმინდა ხორცად და შესაბამისად ამით საღვთისმეტყველო აი გერმანე კონსტანტინოპოლი ახსენეთ თქვენ მას აქვს საგანგებო ჰომილი ამას ქართულადაც არის ის თარგმნილი ამასთან დაკავშირებით სადაც ის ამბობს რომ ამ შემთხვევაში ის ამბობს ის საუბრობს არქიტექტურული ნაწილების სახისმეტყველებაზე და როდესაც ეხება ის სამკვეთლოს სახისმეტყველებას იქ ამბობს რომ ამ შემთხვევაში ამბობს რომ სამკვეთლოს გარკვეულ ღვთისმსახურების კონტექსტში შეიძლება ასახავ
ასახავდეს სხვადასხვა სახისმეტყველებით ასპექტებს, მაგრამ ამ შემთხვევაში ის ასახავს ქრისტეს ბაგას, ვინაიდან იქ დაიბადა და დაიდო განკაცებული ღმერთი, ყრმა, რომელიც მიჩნეულია ჭეშმარიტ საკვებად. შემდგომ გრიგოლ ნოსელი ამბობს, რომ ის არის ჭეშმარიტი საკვები, რომელმაც პირუტყვის საზოგადოება პირმეტყველად გარდაქმნა. და სწორედ ამას განასახიერებს ქრისტესწორებაში ჩართული ფეშხუმზე გამოსახული იესო ქრისტეს შობის კომპოზიცია. ასე მაგალითად ვთქვა ილიტონებზე მაგალითად იგივე ბარძიმ ფეშხუმის საბურავზე თქვა დასავლითიცას ბურავთ ასევე სპეციალური ქსოვილია, სადაც გარდამოხსნებია გადმოცემული, როგორ გადმოასვენეს ქრისტე ჯვრიდან და დაასვენეს ესე იგი საგანგებო ქვაზე, ლოძზე და დაკრძალეს, ანუ ლოძზე დასვენებული მაცხოვარი გაიაზრება როგორც ტრაპეზზე დაბრძანებულ იესო ქრისტეს ღვენზე. ტრაპეზზე, სადაც იესო ქრისტეს ისე თქვენ შეიწირება მსხვერპლი და იესო ქრისტე დაბრძანდება მისი სისხლის და ხორცის სახით. და ასე მაგალითად ერთ მაგალითს დავასახელებთ კიდე თანამედროვე ესე იგი პრაქტიკაში მიღებულია რომ თითქმის ყოველთვის აღსავლის კარზე გამოისახება ღვთისმშობლის ხარების ხატმეტყველება. ამასაც თავისთავად აქვს ძალიან დიდი ღრმა სახსრისმეტყველო დატვირთვა. კერძოდ ის რომ აღსავლის კარი ისე თქვენ რომ გაიაზრება როგორც სასუფეველის კარებად, ზოგადად საკურთხეველი განიხილება როგორც სასუფეველი სახისმეტყველებითად და მისი აღსავლის კარები ამ სასუფეველის კარიბჭეთ, რომელიც დახშული იყო ზოდათმაში და შემდგომ გაიღო ახალ აღთმაში და მისი გაღება იწყება ღვთის განკაცებით, უბრალოდ კი არ იწყება და განესრულება კიდეს და აღსრულება კიდეს ღვთის განკაცებით და ღვთის განკაცება იწყება ხარებით. ანუ როგორც აი გრიგოლ ღვთისმეტყველი ამბობს ერთ-ერთ თავის ხომილიაში და არა მარტო ის მაცხოვარი ვერანაირ ქმედებას ვერ აღასრულებდა და მათ შორის ვერ აღდგებოდა თუ არ ჩაისახებოდა. შესაბამისად ჩასახვა თავის თავში სრულიად ღვთის განკაცებას მოიაზრებს და სწორედ ამ აზრით არის ის გამოხატული აღსავლის კარზე, როგორც სასუფეველის კარიბჭის განღების სიმბოლოზე. აი ამ განგებულების საწყისი, ასე ვთქვათ. დიახ. ეს ეხარა ღვთისმშობელს და აქედან იწყება მე ჩვენი კაცობრიობის გამოხსნა, ღვთის განკაცების შედეგად მე ამას მოყოლოდა ჯვარცმა და აღდგომა და ეს ერთთვლიანობაში გაიგება რა თქმა უნდა მორწმუნე ადამიანის მხრიდან. საინტერესოა რომ თქვენ ფრესკული გამოსახულები ახსენეთ, ტაძრის ფრესკული გამოსახულება ფაქტობრივად ადრე შუა საუკუნეებში უკვე ჩამოყალიბებულია ქართულ სივრცეში, ქართულ სინამდვილეში, განსაკუთრებით ქართული აღნიშნე, იმიტომ რომ ქართული ხაწერა გამოირჩევა ყველა სხვა ხაწერისგან თავისი ნიშნებით, თავისი სტილით და ასე შემდეგ. ძალიან საინტერესოა და ბევრი რაღაცა სხვადასხვა ეპოქებში სხვადასხვა და ძალიან განსხვავებული ხაწერები გვაქვს. სხვადასხვანაირი ძალიან საინტერესო ამას ხელოვნებით ცოდნები ალბათ უფრო კარგად ისაუბრებენ, მაგრამ ერთი რამ მინდა აღვნიშნო პრაქტიკული დანიშნულება დღევანდელი. დღეს აი ალბათ რუსული გავლენა იყო ის რომ რუსეთში გვიან პერიოდში ნაკლებად გავრცელებული იყო ეს ფრესკული გამოსახულებები, ტაძრები და უფრო ხატებით იყო შევსებული და თეთრზე ხატი იყო ხოლმე ჩამოკიდებული და ქართულ სინამდვილეშიც ამ ბოლო პერიოდში ეს ტრადიცია შემოდგა და ხატები უფრო ბევრი იწერება და უფრო მარტივად ესე ვთქვათ ისეთი ხატებიც გამოიცემა, რომელიც მარტივად ბრალდება. ძველ შუა საუკუნეებში ამდენი ხატები ტაძარში არ იყო ბუნებრივად და დანიშნულება ფრესკული იყო, რომ ხატი იყო, ასე ლოცულობდა. ანუ კედლები იყო თავისთავად მოხატული და ისინი იყო ხატები, შესაბამისად ხატებით სავსე ტაძარი არ იყო, შესაბამისად შეიძლება ყოფილიყო მაცხოვრის ღვთისმშობლის ხატი, აი მასე მოხატული კანკელზე, რაც იყო კანკელზე აღწერილი და ერთი ხატი იმ ტაძარი, რომლის სახელობისაც იყო დღესაც ასე, როდესაც ადამიანი შედის აი მაყურებლის ვამბობ მარჯვენა მხარეს დიდი ხატი არის იმ ტაძრის სახელობის წმინდანის ხატია ხოლმე გამოსახული. შესაბამისად ახლა დღეს არის რომ აი მაგალითად პრაქტიკული რას გულისხმობ არასწორი დამოკიდებულება შეიძლება ითქვას აბა დრო მოიტანა რომ აი ადამიანი მიდის ტაძარში ახალაშენებულ ტაძრებში ხშირად და უნდა რომ თავის შეწიროს ხატი და უნდა რომ ის ხატი ეკიდოს აუცილებლად ტაძარში და ცოტა ქაოტური არის იმიტომ რომ ჯერ ერთი სტილურად არ არის ერთმანეთთან არანაირ კავშირში ხოლმე ეს ხატები იმიტომ რომ ერთი რუსული ხატია მეორე ბერძნული მეორე სამი ქართული მეორე ზომით და ფორმით და ზოგი დაწერილია ზოგი და ასე შემდეგ და ამიტომ ცოტა ქაოტურ განმოცვლის და ეს ლოცვით განწყობაზე მოქმედებს ადამიანში რაც უფრო მეტად წესრიგი ანუ კანონიკა დაცულია შემთხვევით არასდროს არაფერი კეთდებოდა და მე ვფიქრობ კარგი იქნება რომ დნლ დღეს რა თქმა უნდა ის იცვება და ძალიან ბევრი პროფესიონალი ყავს ხატწერი ძალიან კარგი პროფესიონალი ხუროთმოძღვარი ხელოვნებაცოდნე მათთან ჩართულობით უნდა მოხდეს ხოლმე ეს და ეს პრაქტიკული პრობლემა არის სამწუხაროდ ხა თუ რო პრობლემის სახით შეხედავ ხა ცუდი კი არ არის რა თქმა უნდა რას გულზარდ აბსოლუტურად ეს
რეალური და მართალია, იმიტომ რომ ეს ადამიანი როგორც გვაუჩეთ, როდესაც ტაძარში შედიოდა, იქ ყველაფერი ემსახურებოდა იმას, რომ ადამიანის გონება მაქსიმალურად ჩართული იყო ღვთისმსახურებაში. ფრესკული მხატვრობა, როგორც უკვე მოგახსენეთ, ეს იყო თხრობითი ხანო ადამიანი, რომელიც შედიოდა ტაძარში, ფრესკა მას მოუთხრობდა, ვის მსახურებას ესწრება. ვინ არის ის, ვინ შეიწირება მისთვის? ვინ არის ის, ვინც მას აცხოვნებს? და ეს ერთთვლიანობა მე მეტიც არა მარტო ეს მარტო ფრესკულ მხატვრობას არ ეხება. იგივე მაგალითად არქიტექტორს სად იგებოდა ტაძარი? ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა. კაი თქვენ გრიგოლ ხანძთელის ცხოვრება დაასახელეთ, ხო? გახსოვთ, როდესაც გრიგოლ ხანძთელი მაშინდელ აფხაზეთის საამბოში ფაქტობრივად მაშინ მთელი დასავლეთ საქართველოს შედიოდა და ჩადის და მას არ მოწონს არც ერთი ადგილი და ბოლოს დამწუხდება ზალზეთ როგორც წერია ეკერის თავარი და ბოლოს ააგებს იხილა ადგილი და ააგო უბეი დღევანდელი უბისას მონასტერი. რატომ არის მთაზე აგებული დღევანდელ ტაძართა უკასრავად ადრინდელ ტაძართა უმრავლესობა? ხო რატომ არა მარტო პანორამისგან პანორამა საერთოდ აქ მეორე და მეათე ადგილზეა. უპირველეს ყოვლისა, იმიტომ რომ მთა ან შემაღლებულია თუ მთა არ იყო, ხელნურად ქმნიდნენ შემაღლებულ ადგილს, რომ ტაძარი გამოყოფილი ყოფილიყო ქვეყნიურობისაგან, ხო? ვინავიდეს მთასა მაღალსა, მინდა ადგილსა წმინდასა მისა ფსალმუნის ამ სიტყვების ხორჩესხმა გახდა. თავად ტაძრის ალავიდან ადამიანი როცა წყდებოდა, უნდა მომწყდარიყო წუთისოფელს გონებრივად და ამას მასში უნდა დახმარებოდა თავად გეოგრაფიული მდებარეობას კი ტაძრის. ასე რომ ეს ერთთვლიანობა გახლავთ და თავისთავად ცხადია, რაც თქვენ ბრძანეთ, რომ ის რომ რაღაც ჩემი სრულის მიხედვით რაღაცა ქაოტურობა შევიდეს ტაძარში, აქ რა თქმა უნდა ყველა ხატი თაყვანისცემა თუ კი ის რა თქმა უნდა კანონიკის ფარგლებში ამაზე არ არის აქ საუბარი, აქ საუბარი იმაზე რომ ყველაფერს თქვენ სწორად აბსოლუტურად სწორად განსაზღვრეთ და ბრძანეთ, რომ ყველა დეტალს ტაძარში ქონდა განსაკუთრებული დატვირთვა და არაფერი იყო შემთხვევით. შემთხვევით, დიახ. და თქვენ არქიტექტურა რო ახსენეთ, აი ესეც წმინდა ენოს ცხოვრების სამსახური ტექსტებს გაცნობია და მოქცევა აი ქართლისა და ისე შემდეგ კარგად იცის, რომ მაგალითად ჯვრის მონასტერი, მაგალითად მაშინდელი სამი ტაძარი ჯვრები რო დაადგა, უფლის მიერ გამორჩეულია, ესე იგი ერთ-ერთი უმთავრესი არქიტექტორი ამ ტაძრის ადგილის შერჩევაში თავად ღმერთია და უფალებს. და ერთიც უნდა ვახსენოთ, ხე გადაცემოთ დასასრულს მივახლოვდა. თქვენ თავში ახსენეთ, აი რომის იმპერია და როგორ ხდება მის გაქრისტიანება, თანადროულად ხდებოდა ეს განვითარება ხატწერის, ეს ყველა სფეროში ასე იყო. მე მინდა ვახსენო ქრისტიანობის გავრცელებაც, აი სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებაც. როგორც კი პირველი იმპერატორი ხდება ქრისტიანი რომის იმპერიაში, მაშინვე ხდება, ანუ მიუხედავად იმისა, რომ რომის იმპერიაში ჩვენ არ შევდიოდით არასდროს ყოველთვის განაპირა ქვეყანა ვიყავით. მაშინვე ესე იმ წლებში ჩვენთანაც პირველი ქრისტიანი მეფეა და ეს ყველაფერი მიყვება თანადროულად და ძალიან საინტერესოა. გითხრით მადლობას მოგახსენებთ მობრძანებისთვის და საინტერესო საუბრისთვის. მაყურებლებს შევახსენებ, რომ ჩვენი სტუმარი ბრძანდებოდა სიონის საპატრიარქო ტაძრისღვთისმსახური, თბილისის სასულიერო სემინარიის დეკანი მღვდელი გიორგი ვაშალომიძე. დროებით გემშვიდობებით, მომავალ შეხვედრამდე.